წარმოიდგინე, რომ შენ როგორც ნესტოების ენერგოარხები ბოლომდე ღია. ღია ვარ ყველა პროცესისთვის, ყველა მოცემულობისთვის, ყველა ადამიანისთვის. ღია ვარ საკუთარი თავისთვის და საკუთარი იმ გამოცდილებებისთვის, რასაც გავდივარ. ყოველგვარი წინააღმდეგობის და პრეტენზიის გარეშე. ვიღებ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ვარ. ყველა მოცემულობას, ყველა ადამიანს. ბუნებრივად სუნთქავ, როგორც ხეული მოგთხოვს, როგორც გესიამოვნება. შეისუნთქე და ამოისუნთქე. წარმოიდგინე, რომ შენს გარშემო შენი ოჯახის წევრები, შენი საყვარელი ახლო ადამიანები. ზუსტად იგივენაირად სუნთქავენ აი ამ მომენტში, როგორც ახლა შენ სუნთქავ. თავისუფლად. შებოჭილობის გარეშე. იმ ჰაერს რა ჰაერსაც ჩვენ შევისუნთქავთ. ზუსტად იმ ჰაერს შეისუნთქავენ ჩვენი საყვარელი ადამიანებიც. რა ჰაერსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ, ზუსტად იგივე ჰაერს ამოისუნთქავენ ჩვენი ახლო ადამიანები. ამ ჯგუფზე მყოფი ადამიანები, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები. ამ წამს, ამ მომენტში, აი აქ, ახლა. როგორც მე ვსუნთქავ, ზუსტად ისე სუნთქავს ყველა არსება. ის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება კონფლიქტი მქონდეს. არ მომწონდეს, მიუღებლობა მქონდეს. ის ადამიანი ჩემთან ერთად აი ამ წამს, სადაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს. ჩემთან ერთად ამ წამს შეისუნთქავს ამ ჰაერს და ამ ჰაერს ამოისუნთქავს. ეს ჰაერი არის, რაც მაკავშირებს ყველა არსებასთან. და არ ვარ გამოყოფილი არც ერთი არსებისგან. არ ვარ ჩაკეტილი თვითკონცენტრაციაში, იზოლირებული, განცალკევებული. არამედ ამ ჰაერს შევისუნთქავთ ყველანი და ამ ჰაერს ამოვისუნთქავთ ყველანი. წარმოიდგინე ადამიანი, ვინც გენადრება, ვინც შეიძლება შენთან არ არის და სურვილი გაქვს, რომ ახლოს იყო. წარმოიდგინე, რომ ისიც ამ წამს, სადაც არ უნდა იყოს, ამ ჰაერს შეისუნთქავს. ამ ჰაერს ამოისუნთქავს შენთან ერთად. არ არსებობს დრო და სივრცე, რომელიც ამ ჰაერს გამოგვაშორებს, გამოგყოფს ამ ჰაერისგან. შეგიძლია ნელ-ნელა თვალები გაახილო და ნუ გადაიცა კონცენტრაციას რამე კონკრეტულ წერტილზე, ან მონიტორზე, ან საგანზე. ეცადე იყო იმდენად მოშვებული, რამდენადაც თვალები რო ქონდა დახვეჭული და სუნთქავდი, მაშინ იყო. უბრალოდ მოშვებულ, მოდონებულ თავისუფალ მდგომარეობაში შეგიძლია რომ ისმინო. ზოგჩენი, რასაც დღეს ვცდილობთ და დავაპრაქტიკოთ, არის მდგომარეობა, რომელსაც ქვია გულისა და გონების გახსნის მდგომარეობა. რაც ნიშნავს, რომ არ ვარ განპირობებული იმითი რა გამოცდილებებიც მივიღე. მე დღეს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან აშკარად და მკაფიოდ ხედავ, რომ რასაც ირაკლის ვეძახი, როგორც ვოპერირებ ადამიანთან ურთიერთობაში, როგორც ვსაუბრობ, როგორც ვიქცევი, რა მანერებიც მაქვს, რა მიმიკაც მაქვს, რა მოთხოვნილებებიც მაქვს მომავალში, ან რატო ტანჯვას განვიცდი წარსულში. ეს ყველაფერი ერთი დიდი გროვა არის იმ გამოცდილებების, რაც მე დღემდე გავიარე. დაბადების მომენტიდან. ადამიანებს შევხვდი, ავიღე მათი აზრები, მათი გამოცდილებები დავიჯერე, მათი შეხედულებები სამყაროს მიმართ, როგორ ვიცხოვრო, როგორ არ ვიცხოვრო, ადამიანს როგორ ვესაუბრო, რო დავინახავ გავიღიმო, არ შემატყოს რომ სევდიანი ვარ. უამრავი რწმენა წარმოდგენა, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს მე დროთა განმავლობაში ცხოვრების ამ ეტაპამდე მოსასვლელად ავკრიბე. და ეს დამჭირდა, იმიტომ რომ მე რო დავიბადე, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ირაკლი აი ეს არის ცხოვრების გაიდლაინი და ამას უნდა მიყვე რა. ცხოვრების ინსტრუქცია არ მოყოლია ჩემს დაბადებას და მე დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი გონება, როგორც გადარჩენაზე ორიენტირებული, ვინც ჩემამდე გადარჩა, იმისთვის დამეჯერებინა. და ზოგჩენი არ მეუბნება და ეს ტრადიცია და ეს მდგომარეობა, რასაც უბრალოდ ეს ტრადიცია, რასაც მდგომარეობას აღწერს, არ მეუბნება იმას, რომ ვინმე უნდა გავხდე, რამეს მივახციო, რამე უნდა შევქმნე ჩემს ცხოვრებაში. პირიქით რა. ზოგჩენის მდგომარეობა არის ის, რომ გავთავისუფლდე ყველა იმ რაღაც აღებული რწმენა წარმოდგენები და რომელიც ტანჯვას იწვევს, რომელიც არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. მე ვაწყობ, რომ ყველა ადამიანთან განსხვავებული ტიპაჟი ვარ. ყველა მოქმედებაში სხვადასხვანაირი ქმედება მივლინდება და ეს მდგომარეობა მეხმარება იმაში, რომ დავინახო ჩემი გონების ჭეშმარიტი ბუნება, რომელიც უცვლელია რა, რომელიც დაბადებამდე იყო, დაბადებისას შეიძლება შევამჩნიე
მაგრამ გადაიფარა ყველა იმ გამოცდილებებით, რომლებიც ცხოვრების მანძილზე ავკრიბე. ამ გამოცდილებების მადლიერი ვარ, არ ვეწინააღმდეგები და არ ვეფუძე. უბრალოდ ხედავ, რომ ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. განპირობებული ვარ რა. ჩვენ წინა შეხვედრაზე, ვინც ესწრებოდით, უბრალოდ რა წინა შეხვედრაზე, ეგეთი მაგალითი მოვიყვანეთ რა. და შეგვიძლია რომ დღესაც გავაკეთოთ რა. აი, წარმოიდგინეთ რა, ისე რომ ძალიან თვალებს უნდა ვძაბოთ, აი, მოშებულ მდგომარეობაში. თუ გაქვს სურვილი, რა თქმა უნდა, შეგიძლია რომ ერთი თვალი დახუჭო და მუშტი შეკრა რა. და აი ამ მუშტი გაიხედა. ზუსტად ეს არის ჩემი მდგომარეობა, რომ მე ვიღაც ამ მუშტის დასაწყისში ვუყურებ რაღაცას მუშტის ბოლოში და სადაც გავიხედები, აი ეს ვიწრო, დავიწროვებული, ერთ წერტილზე ფოკუსირებული ხედვა და აღქმები მაქვს რა. და ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა შეიძლება შევადარო, რომ ეს მუშტი მოაშორო თვალებს და ორივე თვალით გაიხედო რა. უბრალოდ აღიქვა, რომ რამხელა სივრცე ყოფილა ჩემს გარშემო, ჩემს წარმოდგენებში, ჩემს ხედვაში, მაგრამ რაღაცა არის ჩემში, რომელიც მეუბნება, რომ მე ირაკლი, რომელიც ამ თვალებიდან ვიხედები და უყურებ აი ამ კონკრეტულ მოცემულობას ადამიანს, მხოლოდ ეს არსებობს და ამის იქით არაფერი არ არსებობს რა. და მე მაქვს ესეთი კითხვა საკუთარ თავთან ყოველდღიურად, რომ მუშაობ, რისთვის მუშაობ რა? ურთიერთობები რომ მაქვს, რისთვის მაქვს ეს ურთიერთობები? რაღაც კარიერა რომ მინდა რომ შევქმნა, წარმატებული ვიყო, ფული მქონდეს, შვილი გავაჩინო, ამ შვილმა მე მომიაროს და იგივე შტაბეჭდილებები გადავცე და იგივე ერთი ცხოვროს. აი ეს ყველაფერი რა შემჭირდება? რამე არსებობს აი ამ რუტინული ცხოვრების მიღმა, რასაც შეიძლება ერქვას ის რომ არ დაწყებულა არსად და არ დასრულდება არსად. სიკვდილის გამუდმებული შიში რომ აქვს და გადარჩენაზე ორიენტირებული რო ვარ, რომ შევქმნა რაღაც, რაც ჩემთვის უსაფრთხო იქნება. ამის მიღმა რაღაც არსებობს თუ არ არსებობს რა. და ეს არის თავი ჩემი კითხვა, რომ რაშიც მეხმარება ეს პრაქტიკა და მდგომარეობა, რის დაპრაქტიკებასაც დღეს ვეცდებით რა. მაგალითად, თუ ვინც იცით, ესეთი მასწავლებელი არსებობს, ტულკულობსან რიბოჩი არის. ასევე ტიბეტის ტრადიციის წარმომადგენელი, რომელიც ესეთ რაღაცას იძახის რა, რომ არსებობს სამი სახის სიზარმაცე რა. ერთი არის გონების სიზარმაცე, რომელიც მიდრეკილი არის გამუდმებით გადადებაზე, დღეს არა, ხვალ, აი ხვალ მექნება უკეთესი სიტუაცია და ხვალ გავაკეთებ რა. ხვალ უკეთესად მოვიცლი, ხვალ უკეთესი ადამიანები იქნებიან ჩემს ცხოვრებაში, მეტი ფინანსები მექნება, მოკლედ ხვალ გავაკეთებ რა. არსებობს და ეს ძალიან ნაცნობია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფიქრად არსებობს, რომ მერე და არა ახლა, თითქოს არსებობს უკეთესი დრო და იქნება ეს ხვალ, სადაც უფრო ბედნიერი ვიქნები. მეორე არსებობს ფიზიკური სიზარმაცე, რომელიც განიცდის აქტიურობის ნაკლებობას, შინაგან ძალისხმევას, ცეცხლს, ენერგიის ნაკლებობას, რომელიც იძახის, რომ აი მეზარება გარეთ გასვლა. აქაც კომფორტულად ვარ, მირჩევნია მთელი დღე ვიწვე, დეპრესიისკენ მიდრეკილება, ჩაკეტულობისკენ მიდრეკილება, განცალკევებისკენ მიდრეკილება. და არსებობს ერთი სიზარმაცე, რომელსაც ვერ დაარქმევ ვერაფერს რა, ვერც გონების სიზარმაცეს, ვერც სხეულის სიზარმაცეს, ეძახიან ფარული სიზარმაცე, რომელიც მომაკვდინებელია რა. და რატო არის მომაკვდინებელი? იმიტომ რომ მაშორებს ზუსტად იმ ბუნებრივ მდგომარეობას, რადგან წეღა ვისაუბრეთ. და ამას ქვია მოუცლელობის სიზარმაცე რა, მოუცლელობის სინდრომი. რომ მე არასდროს არ მცალია იმისთვის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. თუ არის ჩემთვის რეალურად მნიშვნელოვანი, რომ საქმე ვაკეთო, ბიზნესი შევქმნა, ოჯახი, შვილები, ასე შემდეგ, ძალიანაც კარგი. და მან დავსვაკითხო, მთელი ყურადღება მანდ მაქვს. ჩვენ აი მას ვარ ვიძახით, რომ აი ეს რაშიც ვარ ყოველდღიურ ცხოვრებას ჩართულობა ეს არ უნდა მქონდეს. უბრალოდ მანდ მაქვს მთელი ყურადღება, მაგისთვის მართლა მცალია? და მე ვატყობ, რომ ჩემ ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, აბსოლუტურად ვაკეთებ, იმიტომ რომ გადარჩენის ინსტინქტით, ჩემი ცხოველური ინსტინქტებით მოქმედებ, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ანუ დღეს არ ვარ კარგად და ხვალ რო თავი კარგად ვიგრძნო, მაგისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს რა. და ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი რაც ჩემი ცხოვრებაში რეალურად მნიშვნელოვანია, იმისთვის არ მცალია. და ჩემი პირადი გამოცდილება არის ის, რომ ყველა საქმე, რასაც ვაკეთებ და ყველა ურთიერთობა, სასიყვარულო, მეგობრული, პარტნიორული თუ ბიზნეს ურთიერთობები, ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ ყველაზე დიდ სიზარმაცეს ვებრძვი ამითი რა. და ეს არის რომ საკუთარ თავთან დარჩენა არ შემიძლია. ისეთ ტანჯვას იწვევს საკუთარ თავთან დარჩენა, სიჩუმეში ყოფნა ისეთ ტანჯვას იწვევს, რომ მე მოვიგონე ბიზნესები, მე მოვიგონე თანამედროვე ტექნოლოგიები, მე მოვიგონე 1000 სიგიჟე, რითაც ვიქნები დაკავებული და ვიტყვი რომ აი დღეს ამისთვის არ მცალია რა. მოიცა, ამდენ კარგ რაღაცას ვაკეთებ, რა ამხელა ბიზნესი მაქვს, ამხელა ოჯახი მაქვს, ამხელა ტრადიციების მიმდევარი ვარ, მაგრამ მე არ მცალია საკუთარი თავისთვის. აი ამ ყველაფერს მოვრჩები და მერე თუ იქნება საჭიროება, მერე დავრჩები საკუთარ თავთან. მაგრამ მე დღეს ვატყობ, რომ ეს სიტუაციები რეალურად მოვიგონე, იმიტომ რომ არ დავრჩე საკუთარ თავთან. ოღონდ აი საკუთარ თავთან ოთახში მარტო სიჩუმეში საკუთარ გონებასთან უდამტოვებ და
ყველაფერი მირჩევნია. და ამის მეორე უკიდურესობა მე რაც მჭირს არის ის, რომ ერთი რომ საქმეებში ვარ ჩაფლული და ფიზიკურად არ მცალია. და მეორე რომ რაღაც არის ჩემში აზრების სახით და ხმის სახით, რომელიც გაუთავებლად გონებაში მელაპარაკება და მასთან ვარ დიალოგში ჩაბმული და ამითი ვარ დაკავებული, რომ გამუდმებით ჩემ თავს ველაპარაკები და მეორე მე მაგალითად არიან ადამიანები, ვინც შეიძლება მარტო ხმით ფიქრობდეს და არიან ადამიანები, ვინც ვიზუალიზაციით ფიქრობს, აი სურათებს ხედავენ და კადრებს ხედავენ. მე ვატყობ, რომ ორივე მაქვს შერეულად რა. ხო და იმდენად ვარ დაკავებული, რომ აი სურათებს ვუყურებ, წარსულის თითქოს აი კადრი წამოვა რა წარსულის და მაგას ვუყურებ, როგორც ფილმს ვუყურებ. რაღაც სურათები ამოტივტივდება რა ჩემ თვალწინ და ამ სურათებს ვაკვირდები. და ამითი ვარ დაკავებული. ჩვენ ზოგჯერ რასაც მედიტაციას ვეძახით, შეიძლება ვიჯდე 2 საათი მედიტაციაში და ვფიქრობდე რა. ვჯელობდე, რაციონალიზაციაში ვიყო. და პირველი მე რასაც მჭირდება დავაკვირდე არის და საერთოდ პირველი ნაბიჯი რაც არის ის რომ დავაკვირდე რამდენად კონცეპტუალურია ჩემი გონება. გამუდმებით რაციონალიზაციაზე, გამუდმებით რაღაცების ახსნაზე, განმარტებაზე, სახელის დარქმევაზე ვარ მიდრეკილი. გამუდმებით ყველაფერის ანალიზი უნდა გავაკეთო რა. და მე თუ ვიტყვი რომ ირაკლი აბა დაჯექი ახლა ცოტა ხანი ისე რომ ფიქრებს თავი გაანები, გაეშვი, მომავალს გაეშვი, წარსულს გაეშვი, ტელეფონი გაუშვი ხელიდან, უბრალოდ იყავი. ძალიან ტანჯველია რა. მინიმუმ იმას მაინც ვიწყებ რომ რაღაც აზრები მოდის რომ აი ახლა ამ ქოლის მერე რა გავაკეთო რა. რა შევჭამო, რა წავიკითხო, ვინ ვნახო. ამაში მაინც ჩემ დაუნებურად ვებმევი რა. საუნმნიშვნელოვანია რომ ვისწავლო და ამას ხედავ ამის საჭიროებას რომ უბრალოდ დარჩენა ვისწავლო და ეს შეხვედრები მაგას ემსახურება რა. ამ შეხვედრებზე მთავარი აქცენტი იქნება რომ უბრალოდ შევახსენოთ საკუთარ თავებს რომ მიდრეკილი ვარ ამისკენ, რაზეც ახლა ვისაუბრე და გავაკეთო პრაქტიკა ის რომ გადავდო ყველაფერი, რაც მართობს და ხელს მიშლის საკუთარ თავთან დასარჩენად. ამისთვის ჩვენ ვიძახით რომ აბსოლუტურად ყველაფერს რასაც აღვქვამ ჩემი 5 აღქმის ორგანოთი. დამატებული ფიქრები. ფიქრები იმიტომ რომ ამ ფიქრების ამოცნობა შემიძლია. ანუ დაფიქსირება შემიძლია რომ ვფიქრობ რა, რაღაც ობიექტად ვფიქრობ. მაგრამ პრობლემა იწყება იქ რომ ყველა აღქმის ორგანოს რითაც სამყაროს აღვქვამ, ამას ზედ აქვს შემოხვეული ჩემი ფიქრები. ანუ ვასახელებ რა მზის ჩასვლას რო უყურებ და ვიძახი რომ აი ახლა ამ მომენტში თითქოს ვიძახი რომ აი აქ და ახლა ვარ და მზის ჩასვლას უყურებ. მაგრამ გამუდმებით გონებაში ვიძახი რომ ვა რა კაი მზის ჩასვლა, რა კაი ფერებია, რა საოცარი ხედია, ასეთი არ მინახავს. უკვე წარსულს ვახასიათებ რა, ამ მომენტში არ ვარ. ამიტომ ჩვენ ვიძახით კი რომ წარსულის გამჭირდება რომ გავთავისუფლდე, მომავალი ჯერ არ დამდგარა და ილუზიაა, მაგრამ რეალურად არც აწყო არ არსებობს რა. ჩემი გამოცდილებით რამე თუ მე არ მაქვს უნარი რომ ამ აწყოსთან უბრალოდ ვიყო. სულ ვახასიათებ, სულ ვიძახი რომ უი აწყოში ვარ, ეხლა აქ და ახლა ვარ. და რას ვახასიათებ რა? ჯერ გაიარე იმ მომენტმა და მე დავასახელე, დავაკომენტარე. ანუ ფაქტობრივად რეალური პირდაპირი ურთიერთობა მე ჩემს გამოცდილებთან არ მაქვს რა. ყველაზე აქტიური არის ფიქრები. და ჩვენ დღევანდელი პრაქტიკა იქნება ესეთი რა. ერთი თხოვნა მექნება რომ პირდაპირ თუ გიდევთ ეკრანი, პირდაპირ ეკრანს ნუ შეხედავთ, შეგიძლიათ ცოტა ქვევით დაწიოთ, რომ გამართულ მდგომარეობაში პირდაპირ ერთმანეთს არ უყუროთ, რომ მეტი ყურადღების განფათველი იქნება, ან გვერდზე გაატრიალეთ ტელეფონი თუ ეკრანი, ან თქვენ თვითონ გაატრიალდით, ან ქვევით დაწიეთ, ისე რომ პირდაპირ თვალებში არ გხვდებოდეთ ეკრანი. ამ 5 აღქმის ორგანოდან ანუ რეებია ეს ხო, რომ ჩემი ხედვა, ყნოსვა, სმენა, შემხებლობა და გემო. ამითი აღვქვამ ყველაფერს რაც ხდება ჩემს მოცემულობაში. დამატებული ფიქრები, ყველაფერს ვაფასებ, ვახასიათებ და ვაანალიზებ. მათ შორის ამ აღქმის ორგანოებს. მე რო ვისწავლო და დავიწყო დაპრაქტიკება იმისი და შევამჩნიო რეალურად რას ნიშნავს ამ მომენტი თუ ცხოვრება, ამისთვის მჭირდება რომ დამივხვდე რომ ყველა აღქმის ორგანოს რაც მესმის, რო ვსაუბრობ, ეხლა ჩემი ხმა მესმის და თავში გამოდმებით ვაკომენტარებ რა მესმის, მე თვითონ ვაკომენტარებ, რასაც ვხედავ რაც მესმის, რასაც ვგრძნობ. მე მართლა კი არ ვგრძნობ. არამედ ჩემ თავს ვეუბნები რომ ირაკლი ეხლა ამას ვგრძნობ რა. ტელეფონი ხელში რომ მიჭირავს, მე მართლა კი არ ვგრძნობ. არამედ ჩემ თავს ვეუბნები რომ ირაკლი ეხლა ეს ტელეფონი ცოტა ცხელია, ან ცოტა ცივია, ესეთია, ისეთია. ხო და ეს შეხვედრები დაგვეხმარება რომ მოვაშორო კომენტარი და დახასიათება ჩემი აღქმის ორგანოებს და მართლა აღვქვა ის, რასაც აღვქვამ რა. მართლა დავინახო რა ხდება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება რომ
მოდუნებულ მდგომარეობაში ხერხემალი გამართული. ხერხემლის გამართვა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ენერგიაა ეს ყველაფერი და ენერგოარხები მეხმარება, რომ გასუფთავდეს ის იმ შეფოჭილობებისგან, რა შეფოჭილობებშიც დღეს ვარ, ჩემი გონება, ჩემი გული და სუფთა ცნობიერებით ვისუნთქო და ეს სუნთქვა რაც დაუბრკოლებელი არის, მით მეტად მეხმარება, რომ ეს ჩემი აზრები დამშვიდდეს რა. თუ დააკვირდები, თუ ნესტო გაჭედილია, მოხრილი ვარ, მოკონტული ვარ, და წამოწოლილი ვარ, სუნთქვა იცვლება, შესაბამისად ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაც იცვლება. შეიძლება მიდრეკილი ვიყო დეპრესიისკენ, ჩემი პოზიდან გამომდინარე, შეიძლება აღზნებული ვიყო, ნებაში ვიყო, ჩემი პოზიდან გამომდინარე რა. ამიტომ პოზა, რომელიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, არის ხერხემალი გამართული, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი ხერხემლის, რასაც კუდუსონიდან იწყება, გამართული. ხერხემალს აუყვება ეს გამართულობა და გამართვაში ხელებს როგორ მოვათავსებ არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ერთხელ ღრმად ჩავისუნთქოთ და ჩასუნთქოსთან ერთად ხრები აწიე, უკან გადაწიე და ამოსუნთქოსთან ერთად ბუნებრივად დაუშვი, სადაც დაეშვება. ისე რომ კომფორტულად იყო. ამოსუნთქოსთან ერთად დაუშვი და გააჩერე სადაც კომფორტულად იგრძნო. თავს დააკვირდი. შეიძლება წინ გაქვს წაწეული. შიგნით შეწიე. ისე რომ კომფორტულად იგრძნო თავი, სასუნთქი არხი, ყელი არ ჩაკეტო, იმდენად არ შეწირო, ყელი ჩაიკეტოს და ნიკაპი ოდნავ ქვევით ჩამოწი. ოდნავ ქვევით დაუშვი ნიკაპი. შენს ვიზუალში წარმოიდგინე, რომ კუდუსონიდან დაწყებული ხერხემალი თავის წერტილამდე ერთი სწორი ხაზია. დააკვირდი, რომ გვერდზე მარცხნივ და მარჯვნივ არ იყო გადახრილი. გაასწორი შინაგანად. დააკვირდი, წინ და უკან ხომ არ ხარ გაწეული. ეგ ჩუოში გაასწორე. დააკვირდი, ზედმეტად ქვევით ხომ არ ხარ მოხრილი, ან ზევით ხომ არ იჭიმები ზედმეტად. ესეც ჩუოში დააბალანსე. ისე რომ კომფორტულად იგრძნო თავი რა. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ხუთი ახმის ორგანოდან ყველაზე მეტი დატვირთვა მიდის ჩვენს თვალებს. ამიტომ ამ მედიტაციაში და ამ მდგომარეობასთან პრაქტიკაში თვალებს არ ვხუჭებთ. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მედიტაციის დროს სადაც გვინდა რომ მოცემულობას იმ რეალობაში რაშიც ვართ იმას რომ მოვწყდეთ, ამაში გვეხმარება ჩვენი თვალების ახუჭვა. იმიტომ რომ ამბობენ რომ დაახლოებით 80% ახმის ორგანოებიდან მოდის თვალებს. აბსოლუტურად რასაც არ უნდა შევხედო, ჩემი ყურადღება მას დაყვება. საითაც არ უნდა გავიხედო, ჩემი ყურადღება დაყვება ჩემს ხედველობას. მე არ შემიძლია ვინმეს ან რაიმე შევხედო ისე, რომ ჩემი ყურადღება არ გავაყოლო და მასზე არ შევაჩერო, თუნდაც წამიერად. ზოგშენში ჩვენ თვალებს არ ხუჭავთ და არც ჭიდროდ გვაქვს გახელილი, არამედ მოდუნებულ მდგომარეობაში, ნახევრად დახუჭული მდგომარეობა. შენი ცხვირის გასწვრივ სწორი მიმართულებით და ოდნავ ქვევით დაშვებულ წერტილში დაახლოებით 2-3 მეტრის რადიუსში დაასვენე შენი გონება. აირჩიე ერთი წერტილი, დაახლოებით შენს წინ 2-3 მეტრით მანძილზე. ცხვირის წვერის გაყოლებაზე თვალები დაასვენე მაგ წერტილზე. ოდნავ მოხუჭე, ისე რომ არც გახელილი ქონდეს, არც დახუჭული. თვალის შიდა კუნთები შეგიძლია მოადუნო ისე, რომ ეს წერტილი, რასაც ყურადღება შენ შეაჩერე, მოხსნა იქნა ყურადღება და პერიფერიაზე, რასაც ბუნდოვნად ხედავ, იგივე პერიფერიული მხედველობა გადაიტანო ამ წერტილზე. და მთელი შენი ხედველობა იყოს პერიფერიული. ოდნავ ბუნდოვანი. პირი ოდნავ ღია გვაქვს და ენის წვერი წინა ორი კბილის უკან. ზედაპირზე შეგელია რომ მიადო და ასე დაასვენო. დაჭემული არ გაქვს, ოდნავ გაქვს უბრალოდ ღია პირი და ენის წვერი ედება წინა ორი კბილის უკან ზედაპირს. შენი სუნთქვა არის უმეტესად ცხვირით და ნაწილობრივ დაახლოებით 20% პირით. შესუნთქვას და გამოსუნთქვას. უმეტესი ნაწილი ეთმობა ცხვირით შესუნთქვას და გამოსუნთქვას. ერთი ღრმად ცხვირით შეისუნთქე და ნელა და ღრმად და პირით ღრმად და ნელა ამოისუნთქე. კიდევ ერთხელ ცხვირით ღრმად შეისუნთქე და პირით ღრმად და ნელა ამოისუნთქე. წარმოიდგინე რომ
შენი სხეულის მიღმა არსებობს სივრცე. რა სივრცეში ჩენზი ხარ? სადაც შენი კანი არ ეხება არაფერს. მაგას ქვია სივრცე. თვალებს ნუ გავუკეთებ ფოკუსირებას. მთელი ამ პრაქტიკის განმავლობაში თვალები არის მოდუნებული, პერიფერიული მხედველობა, ნახევრად ბუნდოვანი, არაფერზე კონცენტრირებული, გაშალე. ამ სივრცეში გაშალე შენი მხედველობა. პარალელურად დააკვირდი, რომ გამუდმებით ვესაუბრებით საკუთარ თავს. სწორად ვსივარ, კომფორტულად ვსივარ, კარგად ვსუნთქავ, სწორად ვაკეთებ თუ არა. გამუდმებით რაღაცას ვუხსნით რა საკუთარ თავს. აი გახსნა შეწყვეტე დროებით. უბრალოდ გაეშვ. წარმოიდგინე შენ სხეულის მიღმა სივრცე. შენს ოთახში რაღაც ნივთები არის. ეს ამ ნივთების გარშემოც ეს სივრცე არის. ყველა ნივთის, შენი სხეულის და შენი სხეულსა და ამ ნივთებს შორისაც არსებობს სივრცე. ის ჰაერი, ის სივრცე, რაშიც შენი ოთახია მოთავსებული და ამ ოთახში ნივთებია მოთავსებული. აი მაგ სივრცეზე გადაიტანე ყურადღება. შენი ყურადღება გადაიტანე არა თუ იმაზე რა ხდება, არამედ სად ხდება. ყველა ამოსუნთქვასთან ერთად შენი ეს სივრცის აღქმელობა გაზარდე, გააფართოვე, გაიტანე ოთახიდან. ოთახიდან სახლში, სახლიდან ქუჩაში. იმდენად, რამდენადაც შენი წარმოსახვის უნარი გეყოფ. დედამიწაზე, პლანეტაზე. უკიდურეს სივრცე წარმოიდგინე, რაც რომელიც არ იწყება, ზღვარი არ გააჩნია. და ყველა მოცემულობის, ფორმების, საგნების, ჩვენი სხეულების მიღმა არსებობს სივრცე. წარმოიდგინე, რომ შენ სხეულში შიგნით საიდანაც იყურები, შენს ორგანოებში, სხეულში, იგივე სივრცე არსებობს. შიგნით შეიხედე. ყურადღება ჩაიტანე სხეულში. ყურადღება შეიტანე გულში. და დააკვირდი, რომ რაღაც სივრცე არსებობს რა. თუ ამ სივრცის ახმა გიჭირს, უბრალოდ წარმოიდგინე, რა ჩვენს გარეთ არის, შენი შესუნთქვით შიგნით შემოგაქვს ეს სივრცე. ამ სივრცეს შეისუნთქავ და შემოგაქვს შენს სხეულში შიგნით. და ამ მოსუნთქვასთან ერთად აფართოვებ ამ სივრცეს. აღიქვი და წარმოიდგინე, რომ შენი სხეული არ არის ის ზღვარი, რაც ამ სივრცეს, შინაგანს და გარეგან სივრცეს ერთმანეთისგან გამოყოფს. ის სივრცე, რაც გარეთ არის, ყველაფრის გარშემო. ის სივრცე არის ჩემშიც და ეს სხეული ვერ გამოყოფს ამ სივრცეებს ერთმანეთისგან. ეს საგნები და მოცემულობები ამ სივრცეს ვერ მოგწყვეტავს. ყველაფერი ამ სივრცეში ხდება. აი ამ სივრცეზე გადაიტანე ყურადღება. წარმოიდგინე, რომ როგორც შენი სხეული არ არის გამოყოფილი ამ სივრცისგან. ზუსტად იგივენაირად ხდება ფიქრები. ეს ფიქრები ამ სივრცეში მოძრაობს, როგორც ჩვენი სხეულები მოძრაობს, საგნები მოძრაობს, ფორმები მოძრაობს. ყველა ფიქრი, აბსოლუტურად ყველა ფიქრი ამ სივრცეში უბრალოდ მოძრაობს. და როგორც ჩვენს გამოცდილებაში შეგიძლია სივრცეს დაუკავშირდე და ხვდები, რომ არ ვართ მე ჩვენი სხეულები, არამედ ამ ფართო, გაშლილ, უკიდურეს სივრცეში ვიშლებით. ზუსტად იგივენაირად დააკვირდი, რომ შენ არ ხარ შენი ფიქრები. და შენ შეგიძლია, რომ ამ ფიქრებთან არ ჩაება. არ დაიწყო დიალოგი, განხილვა, შედარება, შეფასება. გაეშვ. როგორც აი შენი საგნები ოთახში, შენი სხეული, ისე მოძრაობს ეს ფიქრებით. და იმის ნაცვლად, რომ იფიქრო თუ რას ფიქრობ, არამედ გადაიტანე სად ხდება. გაახსენე შენ თავს ეს სივრცე. მოეშვი, ნუ იქნები დაძაბული.
არ ამაზე კონცენტრირებული. ნუ ეცდები რომ რამე შეიგრძნო ან არ შეიგრძნო. უბრალოდ ყველაფერს გაეშვი. მოდუნდი, მოეშვი. მიენდი ამ პროცესს, რომ ამ სივრცეში ვხდებით ყველანი. რამდენჯერაც ფიქრთან შეატყობ, რომ ჩაები დიალოგში განიხილავ და უხსნი საკუთარ თავს რაღაცეებს, გადაიტანე შენი ყურადღება ამ სივრცეზე. გაეშვი, უბრალოდ იმოძრავ, აკეთონ ფიქრებმა ის, რასაც აკეთებენ, ისაუბრო. ამ ფიქრების მოძრაობაა ჩვენი სიცოცხლის უნარიანობის გამოხატულება. ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. ჩვენი საგნები, სხეულები, ფიქრები, შეხედულებები, ემოციები. და იმოძრავ და გამოხატონ თავის თავი. ისე როგორც თვითონ გადაწყვიტავენ. ნუ ჩაებმე, ნუ განიხილვა, ნუ მიიღებ საკუთრებად, ნუ გაიგივებ თავს. უბრალოდ იყავი ამ სივრცეში. თუ ატყობ, რომ ფიქრებში დაიკარგე, ღრმად შეისუნთქე ცხვირით და ღრმად პირით ხანგრძლივად ამოისუნთქე და დაუბრუნდი იმ სივრცეს, რა სივრცეში შეგიძლია გაიშალო უკიდეგანად. დააკვირდი, როგორ იწყება ერთი ფიქრი, როგორ ანაცვლებს მეორე, შემდეგ მესამე. დააკვირდი იმ შუალედს, სადაც ერთი ფიქრი იწყება, სრულდება და მეორე იწყება. ამ ფიქრებს შორის გამუდმებით არსებობს სივრცე. ეს ჩემი გონებისთვის არის გამუდმებით ერთი დიდი დიალოგი, ერთი დიდი ისტორია, რომელსაც საკუთარ თავს უყვებ. მაგრამ თუ ხარ მოდუნებული და ამ სივრცეში გადაიტან ყურადღებას, მიხვდები, რომ ყველა ფიქრს შორის არსებობს სივრცე. და მთელი ეს ამბები, რასაც საკუთარ თავს უყვებ, არის ჯაჭვური რეაქციით გადაბმული ფიქრები ერთი მეორეს. და დაინახე მათ შორის სივრცე. უბრალოდ შეამჩნია, რომ ერთი ფიქრი ანაცვლებს მეორეს და მეორე ანაცვლებს მესამეს. და მე შემიძლია, რომ ამათგან ამბავი არ შეუთხოს საკუთარ თავს. დააკვირდი შენი სხეულის შეგრძნებებს. ნუ დაახასიათებ რას გრძნობ, რა გაწუხებს. შეგრძნებები მხოლოდ შეგრძნებები. ემოციები მხოლოდ ემოციები. და ფიქრები მხოლოდ ფიქრები. არ არის აუცილებელი, რომ ამათგან დიდი ამბავი შექონო. მნიშვნელობა მივანიჭო.
უბრალოდ მოეშვი ამ სივრცეში. ვატყობ, რომ ფიქრებში დაიკარგები, ღრმად ცხვირით შეისუნთქე და ღრმად და ხანგრძლივად პირით ამოისუნთქე. თვალები ნახევრად გახელილი, მოდუნებული და ხამ-ხამე იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროება გექნება. ნუ შეიკავებ თავს. შეხემალი გამართული, სუნთქვა ბუნებრივად, ძირითადად ცხვირით, ასევე პირით. ენის წვერი არის ზედაპირზე, მდინაური გველის უკან და გახსოვდეს, რომ არსებობს ეს სივრცე 24/7 ყოველ წამს და გადაიტანე ყურადღება იქიდან თუ რას ფიქრობ, არამედ სად ხდება ეს ფიქრები. ემოციები, რასაც გრძნობ, გადაიტანე ყურადღება არა ამ ემოციებზე უშუალოდ, არამედ სად ხდება ეს ემოცია. ჩვენ ვიცახით, რომ ეს ემოცია შემომივიდა და სანამ შემოვიდოდ, ესე იგი მე ვიყავი. და რაც ამ ემოციას ამ ხელოვნიშლობას ანიჭებს, არის ჩემი გამუდმებული ფიქრები და ამბების მოყოლა საკუთარ თავის მიმართ. რომ შემომივიდა ეს ემოცია და მე გავხდი ეს ემოცია. ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას. ფიქრები შემოდის და გადის, ემოციები შემოდის და გადის, შეგრძნებები შემოდის და გადის. ჩემ ცხოვრებაში ადამიანები შემოდიან და გადიან. სიტუაციები მოდის და მიდის. ყველაფერი იცვლება. გადაიტანე ყურადღება იმაზე, რაც არასდროს იცვლება. რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობის ნაწილია. სად ხდება ეს ყველაფერი? მანდ მოისვენე, მოეშვი, მოდუნდი, მიენდი.
ჩვენ იმდენად ვართ ჩართულები ყოველდღიურ აქტიურობაში, რეაქტიულობაში, სიმძაფრეებში. ჩვენთვის უცხოა ეს მდგომარეობა. ჩვენი გონებისთვის ეს საშიში მდგომარეობა. უბრალოდ მოეშვი და მიენთ. დაინახე, რომ გამუდმებით ფიქრიდან ფიქრზე გადავდივართ, შეგრძნებიდან შეგრძნებაზე გადავდივართ, ემოციიდან ემოციაზე გადავდივართ. დააფიქსირე შენ სხეულში, სად შეიგრძნობა დაჭიმულობა, დაღლილობა, ტყივილი. შეიძლება ეს იყოს მუხლები, შეიძლება ეს იყოს მუცელი, ხერხემალი, კისერი, თვალები. დააკვირდი, რომ შეგრძნებები თავისთავად არაფერს იძახის. ეს ჩვენი ფიქრებია, რომლებიც გვეუბნებიან რაღაცეებს ამ შეგრძნებების შესახებ. არ არის აუცილებელი ყველაფერს მოусმინო. მნიშვნელობა მიანიჭო. დაიჯერო. მიეცი უფლება, რომ ფიქრებმა იმოძრაო. შემოვიდნენ და გავიდნენ. ნუ მიანიჭებ შენს მნიშვნელობას ემოციებს, ეს ემოციები შემოდიან და გადიან. შენი შეგრძნებები, ჩნდება და ქრება. ჩვენთვის უცხოა ეს მდგომარეობა, რადგან ძალიან დაკავებულები ვართ საკუთარი თავით, საკუთარი მნიშვნელობით. გაეშვი ყველაფერს, გაეშვი ახსნებს საკუთარი თავის მიმართ. მოეშვი და მოდუდი იმდენად, რამდენადაც შეგიძლია და გაშალე შენი ცნობიერება, შენი აღქმები. გააფართოვე. დაინახე დავიწროვებული აზროვნება კონკრეტულ ფიქრზე და კონკრეტულ შეგრძნებაზე და გაშალე იმდენად, რამდენადაც შეგიძლია. ამაში სუნთქვა დაგეხმარება. ყოველი ამოსუნთქვის დროს გაიტანე შენი ყურადღება, გააფართოვე, გაშალე.